გენდერი არის ადამიანების მოგონილი იდეა იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს ქალი და როგორი უნდა იყოს კაცი. მაგალითად, გოგოებს თხოვენ, რომ იყონ ნაზები, ითამაშონ თოჯინებით, იყონ უფრო მორჩილები და დამთმობები, ხოლო ბიჭებს ასწავლიან, რომ იყვნენ ძლიერები, იყვნენ მამაკაცურები, მებრძოლები და აგრესიულები. LGBT არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების აღსანიშნავად. ლესბოსელი და გეი არის იდენტობა, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანს აქვს მდგრადი სექსუალური და ემოციური ლტოლვა საკუთარი სქესის ადამიანის მიმართ. ბისექსუალი არის იდენტობა, რომელიც მოიაზრებს ქალს ან კაცს, რომელსაც აქვს სექსუალური და ემოციური ლტოლვა საკუთარი ან სხვა სქესის ადამიანის მიმართ. ტრანსგენდერი არ არის სექსუალური ორიენტაცია, ეს არის გენდერული იდენტობა და მოიცავს იმას, რომ ადამიანი თავს არ გრძნობს კომფორტულად იმ ბიოლოგიური სქესით, რომელიც მას დაბადებისას მიენიჭა. LGBT არის იდენტობა. მედიცინა არ მიიჩნევს LGBT იდენტობას ავადმყოფობად, ისევე როგორც მედიცინა არ მიიჩნევს ჰეტეროსექსუალურ იდენტობას ავადმყოფობად. ჰომოფობია არის არაგონიბრული შიში და სიძულვილი ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ. საინტერესო არის, რომ საქართველოში, როდესაც LGBT ადამიანების მიმართ არატოლერანტობაზე ვლაპარაკობთ, ძირითადად ამ დროს მოვიაზრებთ გეი კაცებს. ძირითადად ვლაპარაკობთ ჰომოსექსუალ კაცებზე, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელია. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ის გენდერული როლი, რომელიც საქართველოში და სხვა კულტურებშიც კაცებისთვის არის განსაზღვრული, არის ძალიან ღირებული, ასე არის მიჩნეული. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ვარიაცია, აქედან თუ კი რომელიმე კაცი უარს ამბობს იმ პრივილეგიაზე, იმ არ ვიცი ძალაზე, ან იმ მამაკაცურ როლზე, რომელიც მას საზოგადოებამ მიანიჭა, ეს საზოგადოების მიერ ძალიან მტკივნეულად აღიქმება. LGBT იდენტობის ადამიანები ხშირად სარგებლობენ ფსიქოლოგის მომსახურებით. პირველ რიგში ისინი სარგებლობენ ფსიქოლოგის მომსახურებით ზუსტად ისევე, როგორც ჰეტეროსექსუალური იდენტობის მქონე ადამიანები და დიდი განსხვავება არ არის იმ პრობლემებს შორის, რომელიც შეიძლება მათ, როგორც პიროვნებებს, ადამიანებს გააჩნდეთ და გააჩნდეთ ჰეტეროსექსუალური იდენტობის მქონე ადამიანებს. თუმცა არის რამდენიმე გამოკვეთილი ფაქტორი და პირველ რიგში ეს არის სტრეს ფაქტორი, რომელიც გამომდინარეობს მათი ცხოვრებიდან ჰომოფობიური ტიპის საზოგადოებაში. ძალიან ხშირად ჰომოფობიური დისკურსი და ამ დისკურსის გამტარებელი ადამიანები LGBT იდენტობის მქონე ადამიანებს ბრალსდებენ პედოფილიაში და ბავშვების გარყვნაში, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. პედოფილების აბსოლუტური უმრავლესობა არის ჰეტეროსექსუალური იდენტობის მქონე მამაკაცი. LGBT ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა, რომანტიკულ ეროტიკულ ურთიერთობა, ეს არის ზრდასრული ადამიანების ურთიერთშეთანხმებით დამყარებული კავშირი. იქნება ეს ხანგრძლივი თუ ხანმოკლე. მაშინ, როდესაც პედოფილია, ეს არის ზრდასრული ადამიანის მიერ სექსუალური ტიპის ქცევა, განხორციელებული სექსუალური ტიპის ქცევა მცირეწლოვანის მიმართ. ძალიან ხშირად სვამს ხოლმე კითხვას, როგორ შეიძლება, ან შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი გახდეს გეი, ან რატომ არის LGBT იდენტობის მქონე ადამიანი, LGBT იდენტობის მქონე ადამიანი. ამ კითხვაში თავისთავად არის ჩადებული შეცდომა, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს არ ვკითხულობთ, რატომ არის ჰეტეროსექსუალური იდენტობის მქონე ადამიანი, ჰეტეროსექსუალური იდენტობის მქონე. გავრცელებული არის მითი, რომ LGBT იდენტობის მქონე ადამიანები პარტნიორებს ძალიან ხშირად იცვლიან, ღალატობენ მათ და ზოგადად ხანგრძლივი ურთიერთობების ისტორიით არ გამოირჩევიან. ეს არის მითი. LGBT ადამიანების იდენტობა, რადგან უკვე ვთქვით, რომ ისეთივე ტიპის იდენტობაა, როგორც ჰეტეროსექსუალური ადამიანების იდენტობა, მათ რომანტიკულ ეროტიკულ გრძნობებსა და ჰეტეროსექსუალური ადამიანის რომანტიკულ ეროტიკულ გრძნობებს შორის განსაკუთრებული განსხვავება არ არის. ანუ მათ ნაწილს შეიძლება უყვარდეთ, მათ ნაწილს შეიძლება არ უყვარდეთ, ზუსტად ისევე, როგორც ჰეტეროსექსუალური იდენტობის მქონე ადამიანებს.
ხშირად ისმის მოსაზრება, რომ რატომ უნდა ვილაპარაკოთ LGBT ადამიანების უფლებებზე, არ შეიძლება ისინი ჩაიკეტონ თავიანთვის ოთახში და რაც უნდათ ის უქმნიან. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ადამიანის უფლებები არის უნივერსალური. ადამიანი უფლებებით სარგებლობს ყველგან და ყოველთვის. მას ვერ წაართმევ ადამიანის უფლებებს, თუ არ წაართმევ ადამიანობას. ადამიანი არ იბადება და არ იზრდება საკუთარ ოთახში. მას სჭირდება ოჯახის, მეგობრების მხარდაჭერა, მას სჭირდება სამსახურის შოვნა, მას სჭირდება სოციალური მხარდაჭერა, მას სჭირდება სიყვარული. თუ ეს ყველაფერი არ გვაქვს, ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი ან რეალიზებულია, ან ბედნიერი. აქედან გამომდინარე არგუმენტი, რომ შეიძლება ვიღაცა იყოს ბედნიერი მხოლოდ საკუთარ ოთახში და მას არ ქონდეს საშუალება, რომ სხვა ადამიანებს გაუზიაროს, თუ რა ტკივა და რა უხარია, ძალიან არასწორი არგუმენტია. მნიშვნელოვანია ასევე იმაზე ხაზგასმა, რომ ადამიანს თანასწორობას, თავისუფლებას და ღირსებას არ ანიჭებს არც ერთი სახელმწიფო ან კონსტიტუცია. ადამიანი დაბადებით არის თანასწორი, თავისუფალი და ღირსების მქონე. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები არიან ადამიანები და მათი უფლებები არის ადამიანის უფლებები. შესაბამისად, მათ ვერავინ ვერ ასოდეს წაართმევს ამ უფლებებს, იმიტომ რომ სახელმწიფოს ან კონსტიტუციას ან საზოგადოებას ეს უფლებები მათთვის არ მიუნიჭებია. და რადგან ისინი არიან ადამიანები და აქვთ უფლება რომ ისარგებლონ თავიანთი უფლებებით, მათ უფლება აქვთ მანიფესტაცია გააკეთონ ამ უფლებისა, მათ უფლება აქვთ გამოიყენონ ეს უფლებები და უფლებების გამოყენებაში ისიც იგულისხმება, რომ ისინი გამოჩნდნენ და ხილული იყვნენ სხვებისთვის. მათ შორის იმათთვის, ვისთვისაც ისინი მისაღები საერთოდ არ არიან.